თავისთავად ეხა დიდ ბექსატთან ალექსანდრე როგორ იკრივებს. ბექსატს ახასიათებს ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად ადგებათ თოფურიებს. შეიძლება ცეკვავენ ვარსკვლავებში მიიწვიონ, ასე შემდეგ და ანუ რო ცოტა A-list celebrity-ობისკენ წავიდეს და რა თქმა უნდა, ჩვენ სათაურში უნდა დაგვეწერა, რომ ალექსანდრე თოფურიას ჩაენიშნა ჭხური, ამაზე არ გვისაუბრია და მე იმდენი ვილაპარაკე მაშინ TikTok-ში, რომ რაღაც გონია, რომ თითქოს რაღაცა გამოვლილი მქონდა ეგ ამბავი და ძალიან მაგარი მეტოქე არის ბექსატი. ბექსატ ალმახან. თქვენ უნდა იცოდეთ როგორი გახარულებულები არიან ყაზახეთში და როგორი თავდაჯერებულები არიან, რომ ესო რა კაი სახელი გვარი გვაჩუქესო რა. ბექსატი არის ძალიან მაგარი სტრაიკერი, რომელმაც კარატეს ბაზა აქვს. ხო, კარატისტი არის, მაგარი ხელები აქვს მართლა, ეს ბრედ კატონა თუ ბრედ კატონა, ხო, მე მობრუნებული UFC-ში და პირველივე რაუნდში მიაძინა. ბავშვი რომ მაგიდაზე ადის და თავს რო ჩამოარტყავს, ხო იცი მაგიდას, აი ეგრე ჩამოარტყა ბექსატის აფერკატს ბრედ კატონა, გაითიშებოდა რა იქნებოდა, აი მართლა თავი ჩამოარტყა აფერკატზე და გაითიშა. მანამდე უმარმა ათრია, მაგრამ პირველ რაუნდში დაანოკდაუნა. მართლა ისეთი ხმელი და რაღაცნაირი ხელები აქვს, მაგრამ ანუ ალექსანდრეს კრივის კულტურა და ალექსანდრეს ამტანობა და ალექსანდრეს ჭიდაობა რაც თავარია. ხო, ეგრევე როგორ ანუ იქ კემპში როგორი მოლოდინებია, იცი რომ ეხა ალექსანდრე ფეხზე არ გაგვიჩერდება, რა თქმა უნდა, on gruzинский борец და ანუ აი როგორი წარმოდგენა აქვს, რომ ჩვენ რო აი კონორი ხაბიბზე რო იყო, რომ აი ფეხზე დადგება კონორი ხაბიბი ვერ გაბედავს, ეგრე არიან, რომ თავისთავად ეხა დიდ ბექსატთან ალექსანდრე როგორ იკრივებს, ხო და ჯერ ერთი თავისთავად კაცო რომ უნდა გამოიყენო, ხო, ის მინუსები რაც შენს მეტოქეს აქვს და ალექსანდრე კი, ალექსანდრე უფრო მოჭიდავია ვიდრე სტრაიკერი, მაგრამ ილიამაც ეგრე დაიწყო, ხო? პირველი ჭუბი მაგალითად ზავალთან ჭიდაობით მოიგო ილიამ და ბექსატი თუ არის ძლიერი დგომში თავისთავად გამოიყენებს, თუმცა ეს არ იქნება დარწმუნებული რაღაც მოსაწყენი და დგომშიც არაფერი ჩამოუვარდება. აი UA Warriors-ში აქვს ნაჭყობი მაგას 2023 წლის წინ სადღაც და მაშინ აქ ნანახი მისი ჭყობი. მაშინ მე მოხდა თვალში და ეხა ეს UFC-ში რომ მოხდა. მით უმეტეს ეხა ალექსანდრეს და როგორც კი ჩასვეს, ჩაუჯექი და უყურე რა ჭყობებს ბექსატის. ბექსატს ახასიათებს ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად ადგებათ თოფურიებს და ეხა აგიხსნი რა რასაც ვაკვირდებოდ. სტრაიკინგში ძალიან სპეციფიკური სტრაიკინგი აქვს, სტრაფად უტევს, ბევრ დარტყმებს ისვრის, მაგრამ თავარი პრობლემა აქვს ყველა ბრძოლაში, არა მარტო UFC-ში, უმართან არა მხოლოდ, აი UA Warriors ბრძოლაშიც რაც ვნახე, როგორ შეიძლება, იცი ხელს უკან არ აბრუნებს, აი გაზარმაცებული ხელი აქვს, აი დაარტყავს თუ არა ეს სუ exposed, აი გამოჩება ეს და ამას კონტრდარტყმისთვის რჩება ყოველ სივრცე და ამას ალექსანდრე და ილია როგორ აკეთებს ვიცით. ჭიდაობით კარგად ჭიდაობს, აქტებს, ანუ შეტევაში კარგად ჭიდაობს, დაცვითაც კარგად იცავს თავს, უბრალოდ კონტროლი არ უარგა იმ დონეზე, რომ აი თქვათ კონდეს იმის იმედი ყაზახებს, რომ ბექსატი დააქტებს ალექსანდრეს და იქ გაჩერდება გრეპლინგშიც ქონდა რაღაც გამოცდილება, თუმცა მანდაც ვერ ხედავ რეალურ საფრთხეს. უბრალოდ აი მფეთქებადობით და სისწრაფით ცდილობს რომ ფონს გახვიდეს. ისე 12 მოგებიდან 10 ფინიში აქვს, 10-დან 10 ფინიში აქვს, 9 ნოკაუტი აქვს და 1 სამიშენი. არა, მაგარი მებრძოლი არის. კი, ძალიან კარგი ბიჭი არის. მე ვფიქრობ, რომ ალექსანდრესთვის კარგია ეს, რომ კონკურენტული გზა აქვს არჩეული და არირჩევს ისე ბრძოლებს, სადაც აი სახელი აქვს ალექსანდრეს, აქ ხა matchmaking-ის კუთხით რომ პრეტენზიები წააყენოს, მით უმეტეს ამდენი ხანი იცდი და აქ ოფშენი რომ ცოტა ხელსაყრელი ოპონენტი რა და UFC არ არსებობს, როცა UFC თვალს დაადგავს ვინმეს, რომ აი ეს საჩემპიონო მასალა მომენტალურად გლებში აგდებენ ხოლმე. ეხლა ბევრი მაგალითად აი კრივის
მაგალითად კრივის მიდგომა იქნებოდა რომ როგორ იცი მოდი ჯერ ალექსანდროს მოაგებინოთ ბილდაპი გავუკეთოთ ალექსანდრეს იქით ბექსაც გავუკეთოთ ორივე კარგი ბიჭია ანუ ქენები კილები ვაცემინოთ ერთსაც და მეორეს დავბუშტოთ პრეს კონფერენციები და მერე ვაჩხუბოთ რა მაქსიმალურად როცა მათი value გაიზრდება ასე ვთქვათ მათი ღირებულება მოიმატებს UFC-ში ასე არ არის რა აგერ ილია ძალალი მაშინ სერიოზული პროსპექტი იყო და ილია ეგრევე პირდაპირ ასე რა ქვია ზალალთან ჩააგდეს ხო მან ზალალისთვის იყო უფრო ჩხუბი თუ ილიასთვის ეგეც საკითხავი არის ხო და მით უმეტეს იმაზე რა ქვია short notice-ზე ხო და ძალიან სარისკოა რა თქმა უნდა ერთისთვისაც და მეორისთვისაც ესეთი მიდგომა მაგრამ იცი რა რომ ეგეთი ტიპი თუ წინ მოდის და ეგეთი ტიპის რომ მოგებები აქვს ვიღაც კილები არ ყავს ნაჭყლეტი რა სერიოზული ორთაბძახ წარმოიდგინე იმასაც რა ვარია ხო UFC-ში ეს დებიუტი გაქვს და მოყევ ხარ და უმართან გაჩხუბებენ აი ხო ხდები ეგ ვარი აი უბრალოდ ეს არის მსხვერპლ შეწირვა რა რომ უმარია ამ ხელა გუნდით ამ ხელა გამოცდილებით რა ვიცი ჩხუბობს მომავალი უმიზნებს ქამარს მთელი ამბები და უცბად გირეკავენ და უმარს უნდა ეჩხუბო ხო ასე რომ ბევრი მინუსი აქვს UFC-ს და ამაზე ვილაპარაკებ მაგრამ აი ეგ რომ მაგარს ეჩხუბება აი ამ ქვედადონეზე ასე ვთქვათ ქვედადონეზე ეს ნამდვილად ვერ წავართ. თან ეს ფუფუნებაც ხო არის რეალურად რა ხა 2-0-ს რომ მალევე აკარგვინებ აი ილია შემთხვევაში ხო იყო ეგ ბრაის მიჩელი და ილიაც რომ ერთმანეთს შეხვედრეს ანუ 2-0-ს რომ არ უფრთხილდები და პირდაპირ ერთმანეთს აჯახებ ეგ რიგარი ფუფუნება იმიტომ რომ ხა ზოგადად აი თუნდაც ბელატორში იყო არის აქვთ ხოლმე ტენდენცია რომ აი წურავენ მაგრამ აქ ორმაგი სტანდარტია ესე რეალურად UFC-შიც ახლა აქ მოუტინიოსაც ემინებდნენ ნომალის და მე პიოტრიანი მიცეს პირდაპირ. აბსოლუტურად გეთახმები, იმიტომ რომ ომალი გამონაკლისია, გამონაკლისები ყოველთვის არსებობს. პადი. როცა ხედავენ რომ შეიძლება მაგათთვის მებრძოლი იყოფა ორ ნაწილად რა. ორი სახის მებრძოლებია მათთვის. ერთი რომელიც იციან წინასწარ რომ MMA bubble-ში დარჩება და მეორე არის ტიპი რომელიც MMA bubble-ს გაახსევს და შეიძლება გადაიღონ რაღაც კინოში ესა რა ქვია რაღაც ეპიზოდური როლი კონდეს შეიძლება ცეკვავენ ვარსკვლავებში მიიწვიონ ასე შემდეგ და ანუ როცა A-list celebrity-ობისკენ წავიდეს და ეგეთ ტიპებს რომელთაც აქვთ პოტენციალი რომ ბაბლი გაქვს, იმათვის აბსოლუტურად სხვა გზა. ხო, რაღაც სუპერსტარ მატერიალს აკეთება. თუმცა ვერ იტყვი ხა შენ ომალიზე რომ იმას ესე ვქვი, აგერ ხა იანთან რო ჩაუნიშნეს ჩხუბი, მე მაგალითად გამიკვირდა. რომ გაწირეს თქო ტიპი, იმიტომ რომ ეხა სარა მოუტინიო და მე იანი ხო, ანუ ვაფშე სხვადასხვა რაღაც არის რა და ისე კი აჩუქეს ჩხუბი შეჭდა ხა იანმა მოუგო იქ აღშკარად. მაგრამ ალბათ ისიც შეიძლება აღშკარად არ იყო, მაგრამ თან დაიწყო ძალიან ბევრი წესი და ხელთათმაზე იჭერდა ბადეს ჩაავლო თვალებში მე თუ რაღაც ანუ ძალიან ბევრი წესი და ეგ ჩხუბი ფაქტია რომ UFC მაინც რაღაცას ჩალიჩობს ხოლმე რა თან რა არის იცი რომ პატარა დეტალებია მანდ ეხა მე რაც არ უნდა ჩემსკენ იყოს UFC ეხა იანს ვერ მოუგებ ხო დამარტყავს და გამთიშავს და იქ კიდე ეგ პატარა დეტალები არის რაღაცებზე მოხუჭავ ხო პატარა ხო მაღალი დონის დაპირისპირებაზე უკვე როცა იცი რომ რაღაცა პრიორიტეტი გაქვს იქ დეტალი წყვეს ისედაც და ის დეტალი რომ შენსკენ წამოვიდა ერთხელ შენსკენ წამოვიდა მეორედ და ისიც ხო ამჩნევს და ეგ რეალურად ძლიერი მხარდაჭერაა ფეხბურთშიც ეგრე არის ფეხბურთში რამ საჯი ხო არა იღებს ხელს და კარში ხო არ შეაგდებს ხო იქ რაღაც ჯარიმას გაგიტარებს იქ კიდე იქ მიცემს აქედან გაგიყვითლებს აბას რა ქვია აპორდის გაგიყვითლებს ზო იცი და ეგრე კეთდება თამაშები ვით რო შეხედავ არაფერი რა ყვითელი მიცა რა პატკაცზე არა და იქით იგივე პატკაცზე არ მიცა ყვითელი და ჩხუბშიც ეგრე კეთდება რა მოკლედ ეგრე ნაგალად არავინ არ შვება არაფერს როცა ამხელა თვალი ადგას სამყაროს სახით ხო რომ ამდენი მილიონობით ადამიანი უყურებს ამ ივენტს და ეგრე ნაგავთ ვერ ჩალიჩობენ რაც შეეხება ბეგზადი ნამდვილად MMA-ის bubble-ში პოტენციალი ტიპი არის ხა ხო ვერ არის ხა რაღაც ისეთი ტიპი რომ მისგან რაღაცა პროდუქტი გააკეთონ თუმცა
იგივეს ვერ ვიტყვით ალექსანდრეზე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ალექსანდრე როგორც საქართველოს, ასევე ესპანეთს წარმოადგენს და ესპანურად მოსაუბრე და ზოგადად ლათინო საზოგადოება ეს უკვე დიდი ბაზარი არის ეგ ერთი. კიდე უნდა გავითვალისწინოთ ვინ როგორ გამოიყურება, ხო? ეხლა ბექსათი არის რაღაცა მოკლედ, რომ შეხედო რომელს გადაიღებდი ფილმში, ალექსანდრე ისეთი ტიპია რა, 1000 ჯერ სიმპათიური და ისეთი გარეკანს რომ მოუხდება, ეგეთი ტიპი არის, ხო და ალექსანდრეს შემთხვევაში შეიძლება რომ ბაბლის გარღვევა მოხდეს და აი როგორც ილია და ევა ლონგორიას ესენი იყო რაღაც კოლაბორაციები, ისე შეიძლება ალექსანდრეც რაღაც უფრო სხვა პოპულარულ შრეშიც გადავიდეს რა. ძალიან მაგარი ჭუბია რა, რაც ვაკვირდები ბექსათს და ალექსანდრეს და რაც უფრო მეც ვფიქრობ, ეგ უკვე გამოჩნდება ის, რომ აი ჩვენ რომ ამბობდით, რომ ნამდვილად არ ეტყობა, რომ 6 ჭუბი აქვს ალექსანდრეს რა, აი საერთოდ არ ეტყობა ტიპს, რომ უყურებ, ნუ გონია, რომ ძალიან ვეტერანია და იმას რეალურად მეტი გამოცდილება აქვს ბექსათას. ხო და აი ალექსანდრე მართლა, აი ჩემ თავში ესე ვფიქრობ რა, ალექსანდრე ბექსათი თუ დამაჯერებლად დაამარცხა, ესე იგი ის არის რასეც ყველა ვეჭვობთ, რომ ეგეც ილიასნაირი მხეცია და თავისი განსხვავებით რა თქმა უნდა სერიოზული ტესტია, სერიოზული ტესტი. ახლა წარმოიდგინე, უმარს დაჭირდა სამივე რაუნდი იმისთვის, რომ ბექსათი დაემარცხებინა. აი ეს ყველაფერი რომ უფრო მარტივად გააკეთოს ალექსანდრემ, ეს უკვე განაცხადია. იმიტომ რომ ბექსათი არისო უმარის კარიერის დასაწყისში, ბოლო ბრძოლებიდან არის. ხო და მე ბექსათის შემდეგ აუცილებლად სარანკო ბრძოლა უნდა იყოს. ბექსათის მე ეკუთვნის კი ბატონო.